უფლებადამცველ ამან კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი, რომელიც Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში მონიტორინგს უწევს, მზია ამაღლობელი სასამართლო პროცესს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. გადაწყვეტილება ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გამომტყუნებელი განაჩენის და ორწლიანი პატიმრობის ძალაში დატოვების შესახებ მორიგი დარტყმა მედიის თავისუფლებაზე და შემაშფოთებელი ნიშანია. სანამ მისი საქმე უზენაე სასამართლოში გადაინაცვლებს, Trial Watch უახლოეს კვირებში გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც შეაფასებს მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის სამართლიანობას. წერს კლუნების ფონდი. კლუნების ფონდი, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესებს 2025 წლის მარტიდან აკვირდება. ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი 40-ზე მეტ ქვეყანაში უფასო იურიდიულ დახმარებას უწევს სიტყვის თავისუფლებასა და ქალთა უფლებებს. ფონდის დახმარებით 10 ჟურნალისტი გაათავისუფლეს და 1000-ობით ქალმა მიიღო უფასო იურიდიული დახმარება საკუთარი უფლებების დასაცავად. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის განაჩენის ძალაში დატოვებას გმობს პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი, განცხადებას პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ავრცელებს. პრესის საერთაშორისო უნივერსიტეტი მკაცრად გმობს სააპელაციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებას, რომელმაც ძალაში დატოვა IPI-ის წევრისა და მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელის მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი 2 წლით თავისუფლების აღკვეთის სასჯელი. პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას აგრძელებს, ნათქვამია განცხადებაში. ცნობისათვის ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლითაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მათე დევიძის მხარდამჭერი მარშის დროს დაკავებული აქტივისტები საპოლიციო ძალებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. უფლებადამცველ ლაშა ტყეშელაძის თქმით, მან ზაჰესის იზოლატორში რამდენიმე დაკავებული მოინახულა, ისინი ძალადობაზე მიუთითებდნენ. ადვოკატი ყვება, რომ ერთ-ერთი დაკავებულის თქმით, როდესაც გოგა მემანიშვილმა დასაკავებლად ხელი მოკაჩა, წაიქცა. შემდეგ კი რამდენიმე პოლიციელმა თავში დაარტყა. ასევე აქტივისტი გიორგი ჟამერაშვილი ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სახეში დაარტყეს. უფლებადამცველი განმარტავს, რომ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები ვერ ასახელებენ თუ ვინ იძალა და მათზე, რადგან წაქცეულზე ურტყამდნენ. ადვოკატის განმარტებით, დაკავებული კაცები დროებითი მოთავსების იზოლატორში გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. ნახულე რამოდენიმე პატიმარი ზახესის იზოლატორში, მათ მე განმიმარტეს, რომ მოხდა ფიზიკური ძალადობა, მათზე მაგალითად ერთ-ერთმა დაკავებულმა მითხრა, რომ როდესაც მაგალითად მემანიშვილმა ხელი მოკაჩა, რომ აკავებდა და ამ დროს წააქცია, რამოდენიმე პოლიციელი მივიდა და თავის მიმართულებით დაარტყა. ასევე გიორგი ჟამერაშვილმა მითხრა, რომ მაზეც ფიზიკურად იძალადეს, მუშტი დაარტყეს სახის მიმართულებით, დაიწყეს ახალი ძალადობის სერია. ხო, იქ იყო მემანიშვილი, იქ იყო სხვა ძალოვნები, რომლებიც არიან უფროსები, ან მათ იძალადეს, ან სხვა ადამიანებამ, რომლებიც იქ იყვნენ, ვერ ასახელებენ სუსტად ვინ იძალადა, რადგან ერთი მხრივ წაქცეულზე ურტყეს, მეორე მხრივ კრუგში ვიყავიო და მაშინ მომხდაო, ერთ-ერთმა დაზარალებულმა აღნიშნა და პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ეს ადამიანები არიან დაზარალებულები და არა სამართალ დამღვრეველი. როდესაც მაგალითად ერთ-ერთი დაკავებული აიყვანეს მანქანაში, ადგილიც კი არ იყო მანქანაში და ეს ადამიანების სკამზე კი არ დასვეს, ანუ სადაც ყავდათ ესე ჩამუხლული და ჩამუხლულ მდგომარეობაში ცვლის მიიყვანეს სამართალდაცავ ორგანოებამდე. გუშინაც ზოგიერთ დაკავებულ მაგალითად მამაკაცებს თხოვეს, რომ გაშიშვლებულიყვნენ და ასევე გაეკეთებინათ ბუქნები. ხალიბეგი დააკავის გუშინ სავარაუდოდ ედავებიან სიტყვიერ შეურაცხყოფას პოლიციელის ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მასალები არ გვაქვს, იმიტომ რომ ადმინისტრაციულ ორგანო მასალებს მოიტანს უშუალოდ პროცესში და დროც არ მოგვეცემა საკმარისი იმისთვის, რომ ამ კონკრეტულ მასალებს ჩვენ გავეცნოთ. ამ შემთხვევაში არსებობს მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პოლიციელები ეძებდნენ ადამიანს, რომელმაც შეიგინა და ერთ-ერთი პოლიციელი ხალიბეგის დაკავებულს ამბობს, რომ ეს არ არისო, მაგრამ სავარაუდოდ ამას სასამართლო არ გაითვალისწინებს, იმიტომ რომ ადმინისტრაციულ ორგანო მოიყვანს ორ მოწმეს სტანდარტულად და ორივე მოწმე დაადასტურებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენებებში იქნება უთანხმოებები და შეიძლება ურთიერთგამომარცხებადი ჩვენებებიც იყოს, მაინც დაადასტურებენ იმას, რომ ეს ადამიანი იგინებოდა და ამ შემთხვევაში მგონია, რომ პატიმრობას მეთხოვს ადმინისტრაციულ ორგანო. ჩვენ სასამართლოზე წარმოვადგინთ მოწმეს, რომელიც დაადასტურებენ, რომ ხალიბეგს სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის, მათ შორის არც პოლიციელებისთვის, არც კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა არ იყო ამ შემთხვევაში.
სპიროსაძე დაიწყო ქეთი ხუსკივაძის ლექცია და დღეს ის ამ ლექციას ვერ ჩაატარებს, ლექციის მაგივრად მას დღეს რეჟიმი ასამართლებს. დღეს სხვათა შორის მეც სპიროსაძე მქონდა ლექცია, მაგრამ მე ვერ გავჩერდები აუდიტორიაში, როდესაც ჩემს კოლეგაზე მიდის ასეთი შეტევა. მართლა საუკეთესოებს აპატიმრებენ და რა ვიცი, ხა ყველა თუ დაგვიჭირეს, არც მასწავლებელი დარჩება ამ ქვეყანაში, არც ექიმი, არც არავინ და დარჩებით მემანიშვილების ამარა. გუშინ პოლიცია იყო განსაკუთრებით აგრესიული. მე ვფიქრობ, იმიტომ რომ მათ მივხვდნენ, რომ გარკვეულწილად ჭკუაში ვაჯობეთ და ცხადია, ვაჯობებდით, იმიტომ რომ აქეთ არის ქვეყნის ინტელექტუალური, ასე ვთქვათ, რესურსი მთლიანად და იქით, ესე იგი, რა ვიცი, გაუგებარი ვიღაც ხალხი, ვინც პოლიციაში მოვიდა არა იმიტომ, რომ უნდა მართლა და ეს ძალიან კარგია კრიმინალს ებრძოლოს, ბოროტებას ებრძოლოს, არამედ ესე ქუჩიდან დაყვანილი ადამიანები, რომლებმაც არც კი იციან იმ მუნდირის ფასი, რომელსაც ისინი ატარებენ. ტროტუარზე მდგომ ხალხს აყავებდნენ, შერჩევით მემანიშვილი ვიზეც ანიშნებდა, აყავებდნენ აქტიურ ადამიანებს, რომლებიც დაუღალავად არიან რუსთაველზე, რომლებიც არ ვიცი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ 28 თვის აქტიური ტიპები გაწიეს გვერდზე, არ ვიცი, მაგრამ გუშინ რომ კონკრეტული ადამიანების დასაკავებლად ჩაატარეს ის სპეცოპერაცია, ფაქტი იყო და ძალიან ხილული იყო. ხედავდი და მესმოდა, ეუბნებოდა ის აიყვანე, ანუ ეს მართავდა მემანიშვილი ოპერაციას არა იმის მიხედვით, ვინ არღვევდა კანონს, არამედ იმის მიხედვით, ვინ დაეჭიათ, იმიტომ რომ ადამიანები ტროტუარიდან გაყავდათ. ეს ხეზე, ვისზე მიანიშნებდა მემანიშვილი სხვა დანარჩენ პოლიციელებს და ეს ადამიანი სულ რო სახში მიმავალი ყოფილიყო, მოაბრუნებდნენ და მაინც დააკავებდნენ. დააკავეს 15 ადამიანი, ვისაც მე შევესწარი იყო ვასობერიძე, რომელიც საფეხბურთო გზიდან აიყვანეს, უბრალოდ ძალიან ვიწრო ჩიხი იყო, კიბეები იყო ჩასასვლელი და უჭირდათ ადამიანებს სწრაფად შესვლა, შესაბამისად ეხმარებოდა ვასოს ხების ჩაყვანაში და ეს პოლიციელები ძალიან აგრესიულად კომუნიკაციებდნენ მოქალაქეებთან ზოგადად და ვასომ უბრალოდ დაიცვა ერთი ხალბატონი, რის გამოც დააკავეს. ასევე დააკავეს გია ჯვარშეიშვილი, რომელიც უბრალოდ იდგა, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებია ფიზიკური მით უმეტეს, უბრალოდ იდგა და სტაცეს ასახელი და დააკავეს. ძალიან ხშირად იღებენ ხოლმე შორიდან ფოტოებს, მოქალაქეებს უღებენ, ფოტოებით არჩევდნენ ადამიანებს და ესე შერჩევითაც აკავებდნენ. გუშინ 19 ნოემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აქციის 13 მონაწილე დააკავეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შენათქვამი, დაკავებული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნასა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკავებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ადამიანები დააკავეს გუშინ პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულობისა და სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების შეურაცხყოფისთვის. შესაბამისად, ეს მასალები ყველაფერი გადაგზავნილი იქნება სასამართლოში, სადაც ღია სასამართლოს ხდომაზე დაცვის და ასე ვთქვათ, საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლების მონაწილეობით განხილული იქნება თითოეული მტკიცებულება. შესაბამისად, გექნებათ საშუალება მოვისმინოთ ის არგუმენტები, რის გამო დაკავდა თითოეული პიროვნება. 19 ნოემბერს თბილისში პატიმრობაში მყოფი მათე დევიძის სოლიდარობის მარში გაიმართა, დემონსტრანტები თავდაპირველად თესეოს პირველ კორპუსთან შეიკრიბნენ, მსვლელობის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა მელიქიშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე დააკავეს. ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა იმართება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დღის წესრიგში არ არის, კომენტარები მაინც გაკეთდა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისინი საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები არიან. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. მისი თქმით, ოფიციალური პირების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დიდი ხანია მხარს უჭერს. ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ისინი ძალიან სწრაფად გამენ ნაბიჯებს ევროკავშირში გაწევრიანების საპირისპიროდ. ეს ძალიან მაწუხრებს. ყველანაირი გზით ვცდილობთ მხარი დაუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც მუშაობენ დემოკრატიისთვის და პრესის თავისუფლებისთვის, რადგან ჩვენთვის ეს საგანგებო მნიშვნელობის საკითხია. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე წინ მიიწევდა და ამ პროცესის გასაგრძელებლად მკაფიო ვალდებულებები არსებობდა. შემდეგ ამჟამინდელმა მთავრობამ კურსი სრულიად შეცვალა. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ იმით, რაც ხდება. ჩვენი პოზიცია არაერთხელ დავაფიქსირეთ. ასევე პერსონა ნონ გრატად გამოცხადებული პირების სიაში ქართველი ოფიციალური პირების მნიშვნელოვანი რაოდენობა შევიყვანეთ.
various violations of freedom of association. Messages to the Georgian people. ქართველი ხალხისთვის ჩემი გზავნილი შემდეგია. ჩვენ ვაფასებთ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გქონდა და ასევე მეც გქონდა რამდენიმე შესაძლებლობა, რომ ჩვენი აზრები პირადად გამოგვეხატა მათთვის, ვისაც ეს ეხება. To those that are concerned. ქართული ოცნება კონფლიქტში მყოფ 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონის მიღებას გეგმავს. როგორც ინიციატორები განმარტავენ, სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს 14 წელს მიუღწეველი პირის მიერ მართსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში სისხლისამართლებრივი დევნა არ ხორციელდება, არ არსებობს ჩადენილ ქმედებაზე რეაგირებისა და ამგვარი ქმედების პრევენციის ეფექტიანი მექანიზმი. პროექტი ითვალისწინებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით საჭირო სერვისში პროგრამაში ჩართვას. პროექტის თანახმად კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესი მულტიდარგობრივ მიდგომას დაეფუძნება, რა დროსაც არასრულწლოვანის დახმარების მიზნითა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურა იმუშავებს. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით ცალსახა მოსაზრების დაფიქსირება რთულია, ვინაიდან ჯერჯერობით ცხადი განმარტებები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან არ მოგვისმენია თუ რას ემსახურება აღნიშნული კანონის ინიცირება ჯერ მიღებული არ არის მოხსენებად აღნიშნული კანონი. ვფიქრობ, რომ 10-დან 14 წლამდე არასრულწლოვნები სახელმწიფოსგან განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ და არ მიმაჩნია როგორც იურისტს, როგორც ადვოკატს, ასევე როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ პირს არ მიმაჩნია მიზანშეწონად ის, რომ რაიმე სახის რეპრესიული ზომები და მექანიზმები იქნეს აღნიშნული პირების მიმართ გამოყენებული. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არ გაჩნდეს განცდა, რომ თითქოს სასჯელის რაღაც ალტერნატიული ფორმა იქნა მოძებნილი ამ ასაკის ადამიანებთან მიმართებაში, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ 10-დან 14 წლამდე პირი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობით არ აგებს პასუხს, ვინაიდან არ არის მართალია სისხლისამართლებრივად დაავჯდით და სისხლისამართლის წესით დაავჯდით ამ ადამიანებს, თუმცა ირიბად მაინც ვაღწევთ იმისას, რომ მოახდინოთ გარკვეული პერიოდით და ვადით მათი იზოლაცია საზოგადოებისაგან და ყავდეს რაღაც ინსტიტუციაში. ჩემთვის სიმართლე გითხრათ, სიცხადე არც იმ კუთხით არ არის სრული, რომ გავიგო ეს როგორი ტიპის ინსტიტუცია არის. თუ ეს არის რაც მაგალითად ჩემი ბავშვობის დროს არსებობდა საბჭოთა პერიოდის მიწურულს და მე კიდე ინერციით გარკვეული პერიოდი ალბათ იარსება მსგავსმა ინსტიტუციებმა, სადაც ამ პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები იყვნენ თავმოყრილი, თუ ეს ესეთ ინსტიტუციის შექმნას ისახავს მიზნად ეს კანონის, რა თქმა უნდა, არც თუ ისე კარგი გადაწყვეტილება იქნება, იმიტომ რომ პირიქით ამ ბავშვების ინტეგრაცია უნდა მოხდეს ჩვეულებრივ სოციუმში და ჩვეულებრივ ბავშვებთან იმ ბავშვებთან ერთად, რომლებსაც მსგავსი ქცევის პრობლემები არ გააჩნიათ, იმიტომ რომ მათ ისწავლონ ის ქცევა, რაც მისაღები არის საზოგადოებისათვის და არა ის, რომ ესეთი პრობლემური ქცევის მქონე არასრულწლოვნები ერთად იქნენ თავმოყრილი და მოხდეს მათი სტიგმატიზირება, გარიყვა საზოგადოებისაგან და რაღაც ესეთი შეხედულების და დამოკიდებულების გაჩენა, რაც ამ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტად შეუშლის ხელს და გაართულებს. მე მესმის საზოგადოების ნებათაღელვა ამ კუთხით ჩემთვის გასაგებია, თუმცა უნდა აღენიშნოს ის საკითხი, რომ ის რომ ბავშვი 14 წელს მიუღწეველი პირი დანაშაულს ვერ ჩაიდენს და ის თუ ჩადის ისეთ ქმედებას, რაც არ არის საზოგადოებისათვის მისაღები, ეს პრობლემა არის, რა თქმა უნდა, თუმცა ამ პრობლემას უნდა ვებრძოლოთ და არა ბავშვს. ანუ ბავშვს კი არ უნდა ვებრძოლოთ, უნდა ვებრძოლოთ ბავშვი რა მიიყვანა იქამდე, რომ პირობითად დანაშაული ჩაიდინოს, იმიტომ რომ 14 წლამდე პირი დანაშაულს ვერ ჩაიდენს, მაგრამ ეს კანონსაწინააღმდეგო მოქმედება, მართლსაწინააღმდეგო მოქმედების ჩადენა რა მიზეზით არის, ოჯახი ნაკლებ ყურადღებას აქცევს, სკოლამ სათანადო მხარდაჭერა და თანადგომა არ გამოუცხადა ბავშვს, თუ კიდე რაიმე სხვა მიზეზია, რის გამოც ან მაგალითად სოციუმი, რომელთანაც აქვს მას ურთიერთობა, ის აიძულებს ის სოციუმი რაღაც კრიმინალური ჩაიდინოს ამ ბავშვმა. ამიტომ ამ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და არა ბავშვებს და არასრულწლოვანებს, რომელსაც ბრძოლა კი არა, პირიქით მხარდაჭერა და გვერდში დგომა ჭირდება ჩვენგან უფროსებისაგან და მხარდაჭერა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბავშვის ჭირდებათ მათ. 14 წელს მიუღწეველი მოზარდების მიმართ არსებული კანონმდებლობა რა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში რაიმე
ზომას, ღონისძიებას ამ ეტაპზე არ გვთავაზობთ. თუმცა ჩვენ მარტო დანაშაულის შემთხვევაში არ უნდა ავიღოთ ბავშვებთან ჩარევა, როდესაც ბავშვი ჩადის საქციელს, რაც არ არის მისაღები, რაც თქვა, მოდით მოიპარა რაღაცა ესე დავარქვათ სახელი, აქ დღესაც აქვს სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა, რომ შეისწავლოს ეს საკითხი, ბავშვი რა მიიყვანა ამ თემამდე, თუ ის სახელისებულია მაგალითად ოჯახისგან და ოჯახი აიძულებს მას რომ მოიპაროს მაგალითად აიღოს სხვისი ნივთები და ამ შემდეგ შესაძლოა დაისვას საკითხი ოჯახიდან განრიდებასთან დაკავშირებით, თუ ბავშვს მასზე უფროსები აიძულებენ მსგავსი ქმედების ჩადენას და გარემო და სოციუმი ახდენს მასზე მავნე გავლენას, რომ მსგავსი ქმედებები ჩაედინოს, დღესაც აქვს იგივე ბავშვის სრულიათა კოდექსიდან გამომდინარე, იგივე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სახელმწიფოს დღესაც აქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ამ მოახდინოს სათანადო ინტერვენცია და ბავშვი ამ მავნე გავლენისაგან და გარემოსაგან დაიხსნას და მიაქციოს ყურადღება, რომ ბავშვი ინტეგრირდეს სათანადოდ საზოგადოებაში და არ დაირღვეს მისი უფლებები. დიახ, ჩემთვის ახლა ესე ერთი შეხედვით ამ კანონიდან რაც ჩანს, ფაქტურად სიახლე არის ის, რომ შემოდის ეს სპეციალიზებული დაწესებულება, სადაც ამ ასეთი პრობლემური ქცევის მქონე ბავშვები იქნებიან განთავსებული ამ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, რომელთა დატოვებაც ბავშვებს არ შეეძლებათ და იქნებიან გარკვეული ზედამხედველობისა და კონტროლის ქვეშ. კიდევ ერთხელ მეორე რომ ამ ჩვენ არ უნდა დავბრუნდეთ უკან შორეულ წარსულში, როდესაც ასე მსგავსი ტიპის დაწესებულებაში მოთავსებული ბავშვები სტიგმატიზირებული იყვნენ, ამ დაწესებულებაში მოთავსება როგორც სასჯელისი აღიქმებოდა საზოგადოებაში, მაგალითად ჩემი თაობის და უფროსი თაობის ადამიანები ვინც არიან, ალბათ მათ მშობლები შეიძლება შეუშინებიათ კიდევაც მშობლებს, რომ აი ესეთ დაწესებულებაში გაგიშვებ და მოგათავსებ. აი ეგ სახე არ უნდა მიიღოს ამ სახომად დაწესებულებად, რაც არის მოკლედ მოხსენებული, მან ესეთი სახე და ახმა არ უნდა გააჩინოს საზოგადოებაში და პირველ რიგში ამ ბავშვების თვალში. ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება გართულდება, თუ რატო ჩადიან ბავშვები მსგავს ქმედებას. კომპლექსური არის უფრო ეს მიზეზი. მიზეზი მომდინარეობს და განპირობებულია როგორც ოჯახიდან, ასევე საზოგადოებიდან, გარკვეული შეხედულებებიდან, მენტალური დამოკიდებულებებიდან, ამა თუ იმ საკითხისადმი, რომ გარკვეულ ჯგუფებს სამწუხაროდ ჯერ კიდე რომანტიზებულია ეს კრიმინალური და ქუჩის სუბკულტურა და მსგავსი ცხოვრების სტილი თუ ტიპი, მეტნაკლებად მისაღები არის და მისაბადიც არის ვიღაცაებისთვის, ასევე როცა ოჯახი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბავშვის პირველად საჭიროებებს, შეიძლება ბავშვი მივიდეს იქამდე, რომ თვითონ ეძებოს ამ მისი პირველადი საჭიროებების თუ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზა და ხშირად ეს სამწუხაროდ შეიძლება იყოს კრიმინალური გზა, კერძოდ მოიპაროს უბრალოდ რაღაცა სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შეიძინოს ის ნივთებიან რა ვიცი მოთხოვნილება დაიკმაყოფილოს, რაც მას გააჩნია. ამიტომ ალბათ ამ პრობლემების გადაჭრა არის სწორედ პრევენცია იმისა, რომ ბავშვებმა არ ჩაიდინონ დანაშაულიდან ნაკლები დანაშაულებრივი საქმიანობა და ქმედებები ხდებოდეს ბავშვების მხრიდან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკული და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. იარაღის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელეს. სიახლის მიხედვით ხმოვანი იარაღის შემოტანა საქართველოში დაექვემდებარება ნებართვას. საუბარია ხმოვანი იარაღზე, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია, მხოლოდ ხმოვანი ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში. გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ანუ წიწაკის სპრეის იმპორტით დაექვემდებარება ნებართვას. შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე. ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში, მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ მის შემოტანასა და გამოყენებას.
ოცნებად ცდილობს მაქსიმალურად გააკონტროლოს ყველა პროცესი. ეხლა ნორმალურ ვითარებაში შეიძლება ამის საწინააღმდეგოც არაფერი გქონდეს, რომ გარკვეულ რეგულირებას დაექვემდებაროს ეს სფერო, მაგრამ მეორე მხრივ უნდა გვახსოვდეს, რომ უბრალოდ მოქალაქეები დაუცველად რჩებიან და სამწუხაროდ ესეც შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყოს გამოყენებული. გაუგებარია რა რის საფუძველზე უნდა გადაწყვიტოს პოლიციამ, რომელ მოქალაქეს მისცეს ამ იარაღის შეძენის უფლება და რომელ მოქალაქეს არ მისცეს. რა თქმა უნდა, ესეც იქნება თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული. რაც შეეხება აკუსტიკურ იარაღს, ელექტროშოკურ მოწყობილობებს და ეგრეთ წოდებულ ციცაკის სპრეის და მათ რეგულაციებს საზოგადოება საკაც განვუმარტეთ, რომ აღნიშნული მიმართულებები საჭიროებდა აუცილებლად დარეგულირებას. თქვენ იცით, რომ მასაკობრივი შეზღუდვაც არ იყო და იცით, რომ 18 წლამდე მიუღწეულ, ანუ სრულ წლამდე მიუღწეულ ადამიანებს უკვე აღარ შეეძლებათ მათი შეძენა, შენახვა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ელექტროშოკურ მოწყობილობებს, აქ ჩვენი ინიციატივით საზოგადო მიმოქცევიდან იქნება ამოღებული და მხოლოდ შესაბამის კერძო თუ სახელმწიფო ორგანოებს, დაცვით ორგანოებს ექნებათ საშუალება მათი შეძენა გამოყენების. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვასა და რეალიზაციას ხელშეწყობაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჭხრიკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცება დამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება. შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს საჯარო სკოლებში ახალ პროექტს იწყებს. პროფესია პოლიციელი, რომელიც წარმოადგენს ახალ კამპანიას და მისი მიზანია ახალგაზრდებისათვის საპოლიციო საქმიანობის გაცნობა, მოზარდებში ამ პროფესიის პოპულარიზაცია. შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად ახალი კამპანიის პროექტის სასკოლო საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში წარუდგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება პოლიციის საქმიანობასა და პოლიციელის პროფესიის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში მინისტრებმა სკოლის მოსწავლეებთან ერთად სპეციალურად მოზარდებისთვის აკადემიის ტერიტორიაზე მოწყობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტენდები დაათვალიერეს და სიმულაციურ აქტივობებს დაესწრნენ. აღნიშნული აქტივობები ხელშეუწყობს ახალგაზრდები დაინტერესდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში და საბოლოოდ ჩვენ მიზანი გვაქვს, რომ საგამოძიებო ინიციატივა დავაინიცირეთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იქნება პროფესიული უმაღლესი, სადაც მომავალი თაობა შეძლებს დაეუფლოს სხვადასხვა პროფესიებს. ვეწვიეთ პოლიციის აკადემიას, სადაც სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულები არიან წარმოდგენილი, მათ აქვთ საგამოფენო სივრცე წარმოდგენილი, სადაც ახალგაზრდებს აქვს შესაძლებლობა, რომ გაეცნონ იმ ძირითად მიმართულებებს, ასევე სხვადასხვა ტექნიკურ საშუალებებს, რომლითაც პოლიციის სხვადასხვა დანაყოფები ახორციელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყველაზე მეტად ალბათ ჯერჯერობით მომიწვია სასაზღვრო პოლიცია და საზღვაო პოლიცია, ანუ ასევე როგორ ადგენენ რადიაციას, რო იგებენ რადიო სხვადასხვა როგორ იყენებენ სხვადასხვა ხელსაწყოებს. განსაკუთრებული მოწონება გამოიწვია ჩემში 112-ის კუთხემ და საგამოძიებო კუთხემ, სადაც კრიმინალისტმა დეტალურად აგვიხსნა ყველაფერი და ამომწურავი ინფორმაცია მოგვაწოდა, ასევე 112-ის სტენდთან მდგარმა გოგონამაც გაგვაცნო აპლიკაციის მოხმარების წესები.